Armin Ovanesyan, მე თოჯინე, მე ზღაპრე. ძალიან მიხვარდა თოჯინების თეატრი, რომ არ მქონდა საერთოდ ნანახი, მაგრამ წარმოდგენით ვიცოდი როგორ ხდება. ეს ყველაფერი იყო ფანტაზიის დონეზე. რაღაცა თოჯინები იყო ბაღში. მარტივი რაღაცა ესა ხელთათმანის თოჯინები. და როცა შეიკითხეს ვინ შეიძლება ეს განაახლო ეს თოჯინები მე მაშინ ადექი დაუთხარით ჩემი დედა და ეს აი მიზეზი ეს იყო რომ ეს თოჯინები წამოიღო სახლში და მოიტანე და ესე დაიწყო ჩემი თოჯინური ამბავი ეს ამბავი გაგრძელდა მე ბაღიდან სკოლაში უკვე შექმნენი ჩემი ეს პატარა წრე თოჯინების თეატრის სპექტაკლები უმაღლეს განათლება მივიღე ერევანში უნივერსიტეტის მხატვარ დიზაინერ ფაკულტეტად ისწავლების დროს ძალიან ენატრებოდა საქართველო და თბილისი თავისი კულტურით რა თქმა უნდა ერთადერთი ადგილი ერევანში იყო ჩემთვის ფარაჯანოვის მუზეუმი და ყველა იცოდა რომ არმენი მოვიდა მუზეუმში იმიტომ რომ ენატრება საქართველო და თბილისი და ეს იყო ჩემი პატარა საქართველო ერევანში როცა დაბრუნდი აქ უკვე სამშობლოში და ვიფიქრე რომ არა მე უნდა გააკეთა ჩემი პერსონალური თოჯინების თეატრი და უკვე დამაარსე ეს თეატრი ერთი ჩომადნით აქ შეიძლება დაждე და დაწერო ჩემი ზღაპრები ეს კუთხეა სადაც მე ფიქრობ თოჯინებზე და ზღაპრებზე შაუმიანი ძველი შულავერი ტრადიციული ძველი ერთ-ერთი ადგილია მარნეულში ისტორიული ადგილია ჩვენი ეს მოსახლეობა მოვიდა ერეკლე მეფის დროინდელი მოსახლეობა არის რომელიც ბევრი უმეტესობა მოვიდა ყარაბაღიდან შეძლებული ხალხი იყვნენ მაგ პერიოდში ქალანთაროვებიც რაღაცა ნაწილი აქ ცხოვრობდა. კავშირები რა თქმა უნდა არის ეს სახლი სადაც ეხლა ბიბლიოთეკა არის ეს ქალანთაროვების სახლი და სამწუხაროდ ინგრევა სახურავი წარ არის და ინგრევა და ძალიან მინდა რომ თუ იქნება საშუალება გააკეთონ ისტორიული ძეგლია ეს. მე გაიგე რომ აქ თურმე ფიროსმანი ცხოვრობდა ძალიან გამიხარდა თურმე ეს კავშირი იქიდან მოდიოდა რომ მე სულ ამ სახლში დადიოდი და შეიძლება ფიროსმანს ეძებდი არ ვიცი მე უკვე ფიროსმანს თბილისში ვეძებ უფრო ეს ძველ იბებთან ვეძებ ყველგან ვეძებ თოჯინა მაქვს ფიროსმანზე სპექტაკლის დადგმა მინდოდა და პატარა მიწა ქონდა მამა პაპური გაღიდე როცა მაქვს საშუალება ნელ-ნელა ვაკეთებ პერსონაჟებს და ერთი დღე იმედი მაქვს თლიანად სპექტაკლი იქნება მაყურებლისთვის ფიროსმანისთვის როგორც ფარაჯანოვისთვის როგორც ბევრ მსგავს ხელოვანისთვის შთაგონება და შთაგონების წყარო იყო საქართველოს და ძირითადად თბილისი თავისი თლიანად შინაარსით და კულტურით ჩემთვის ფარაჯანოვი რა თქმა უნდა თბილისია ხანდახან როცა შეკითხვა არის ევროპაში ან არ ვიცი სადაც ხარ რომ საიდან ხარ მე შეგიძლია ეგრე მიპასუხო მე ვარ ფიროსმანის ქვეყნიდან უკვე იციან რომ ეს საქართველოა მაქვს გუნდური ქართული სიმღერის თოჯინა მარნეულში მსგავსი კულტურა როგორ შეიძლება ბავშვმა უსმინოს თუ არა თოჯინები თუ თოჯინა მღერი შეიძლება ბოლომდე დარჩეს და უსმინოს ეს ქართული ხალხური სიმღერები თეატრი ეხმარება ბავშვებს როგორც ხედვისთვის როგორც ესა განვითარებისთვის როგორც ენის გადარჩენისთვის
ვიღავით ბერლინში იქ წარმოდგენები ჰქონდა ბერლინში და გერმანიის სხვადასხვა დიდ ქალაქებში. უამრავი წარმოდგენებია წელში ერთხელ მაინც ერევანში ფარაჯანოვის მუზეუმში. შევთავაზებები ბევრია გარიდან, რომ დავპატიჟონ როგორც მეთოჯინეს სახიობი იმუშავოს სხვადასხვა თეატრებში, სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ არ ფიქრობ ჯერჯერობით წასვლაზე საქართველოდან, იმიტომ რომ აქ მიღვარს, მაგრამ პირობები ვიცი რომ არ არსებობს და მომავალში არ ვიცი რა იქნება, ნახოთ. მოდით ბავშვებო, მოდით ჩქარა, მოდით. ეს იყო ხო გაფრჩებული, უნდა მოემზადოთ, მოდით. ორივე? ეხლა როცა ბავშვები მოდიან სპექტაკლებზე, ხო? თვითონაც სურვილი აქვს, რომ იყვნენ მონაწილე ამ სპექტაკლებში და ეს ბავშვები სიამოვნებით მუშაობენ თავის სპექტაკლზე. ჩომადანი მოიტანეთ, თქვენ მოემზადეთ თოჯინები. მარტო ეს ხო? თვითონ აირჩეს და თვითონ მართავენ სპექტაკლს და ესეც არის ხალხური ქართული ზღაპრის პოპულარიზაცია. ეხლა იღავით ესე, თქვენ მოდით პაკლონზე. მერე თქვენ ადექით, პაკლონი დაჯერით. всё. გახდეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იურისტი გახდეს, მაგრამ ელემენტარული პატივცემა ხელოვნების და ხელოვან ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა, იქნება. მე არ ვიცი, შეიძლება ეს ბავშვებიდან ვინმე გახდეს კულტურის მინისტრი და რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში არ იქნებიან ხელოვანი ხალხი, როგორც არიან ახლა. ეს ყველაფერი რაღაცნაირად კუთხე იყო აწყობილი ჩემს საძინებელში. სტუმრებიც, ბავშვებიც, მახურებელიც იქ მოდიოდა, ძალიან პირადია საძინებელი, მაგრამ სხვა შანსი არ არსებობდა. და ერთხელ ჩემთან მოვიდა ნიდერლანდების წინა ელჩი, ეს პირობები რო ნახა, თქვა ესეთი რაღაცა, ჩვენ ისეთი რამე მინდა რომ გააკეთო შენთვის, რომ შენი თოჯინებისთვის რაღაცა პატარა კუთხე რომ მაინც გქონდეს. და კიდევ მარნეულის კულტურის ცენტრთან გავაკეთეთ სპექტაკლი თოჯინური თემა ტოლერანტობა. ამ პროექტიდან მე შეინახე ცოტა ფული. ეს ფიროსმანის ფული, რომელიც შენახული ქონდა, ცოტა დაამატე. აქ იყო ანგრეული სარდაფი, ეს სარდაფი გავარემონტეთ და ჩემი ხელებით გააკეთე ყველაფერი, როგორც ხედავთ, ეს დიზაინი, ეს ყველაფერი. და მე გავიგე ევროკავშირის გრანტი, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს ძველებური ავეჯის კამები, საკერავი მანქანა დედისთვის ადრე ხელით კერავდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ქსოვილები, უამრავი რაღაცა, რომელიც შედგა საერთოდ საბოლოოდ შედგა შიდა ოთახის ამბავი. თავარი იცით რა არის ევროპის ამ გრანტის, რომ ამ რეგიონის შესახებ გაიგეს ტურისტებმა. ინდოეთიდან იყო აქ იტალია, საფრანგეთი, ამერიკა, ბევრი ადგილებიდან იყო. ეხლა ჩინეთიდან ელოდები, არა მარტო ტურისტები, ელჩებიც. უამრავი ელჩი იყო ჩემთან სტუმრად. ხიზლად ატარეთ თქვენში საკუთარი ზღაპარი და ყველაფერი იქნება კარგად. ადამიანი თუ დაკარგა შინაგანი ბავშვი, შინაგანი ზღაპარი ძალიან რთულია. იქიდან იწყება ეს ომები. არ მინდა რომ ეს ბავშვი, შინაგანი ბავშვი დაიძინოს თქვენში იგნით. ისე გააკეთეთ რომ ხიზლად ატაროთ ზღაპარი და კარგად იქნება ყველაფერი.